მე მინდა გითხრა რომ თქვენ ჟურნალისტებს არავითარი წვდომა ნამდვილ ინფორმაციაზე არ შეიძლება რომ გქონდეთ და ასე რომ თქვენ ქმნით რაღაცა შტაბ-შტილებას და განსაკუთრებით როდესაც ლაპარაკი მე გთხოვეთ რომ არ შემაწყვეტინოთ თორე თქვენ კითხვას საერთოდ აღარ გავცემ პასუხს გასაგებია დამამთავრებინე და მე მეკითხეთ როცა თქვენი რიგი და მე ვამბობ რომ ინფორმაცია რომელსაც ფლობს საგამომძიებლო სისტემა ეს ვერ იქნება საჯარო და როდესაც თქვენ ადამიანს ღალატში დებთ ბრალს სახელმწიფო ღალატში თქვენ თორე გამოძიება ამას ბრალს რო დადებს ამას ყველანი მოვისმენთ მე მიმაჩნია სრულებით გაუმართლებელს აქციელად ამიტომ ვერავითარ ნდობას ამ ჟურნალისტურ გამოძიებას მე ვერ გავუუცხადებ მე უბრალოდ არ მრჯერა ეს პროკურატურას რა თქმა უნდა გამოუცხადებ ნდობას მაგრამ პროკურატურისგან ჩვენ ჯერჯერობით ვერ გვექნება ინფორმაცია სანამ ძიება არ დამთავრდება. მე კითხვის ნიშნები არ გიჩნდება. აი ეს ამ რუკის ავთენტურობასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვები. ერთი წუთი. ჯერ ერთმა დაამთავროს და მე ერთი წუთი. მასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვები მეუფე ნიკოს. გამოძიებასთან დაკავშირებით საზღვარი რამდენად სწორად გაიგო მაშინ? ესე იგი ეკლესიას რა ეჭვები აქვს და რა აზრი აქვს ეს იქნება წმინდა სინოდის ხდომაზე თუ გააჩნია როდის იქნება და ჩვენ ამას საერთოდ დასკვნას მერე მოგახსენებთ. რაც შეეხება ჩემ ხო შევთანხმდით რომ დავამთავრებთ და მერე ვისაუბროთ ხო? რაც შეეხება ჩემს პირად აზრს მე მინდა თქვენ შემოგიბრუნოთ კითხვა და რომელიმე მითხარით ის რუკა რომელს გინახავთ საერთოდ რაზეც არის ლაპარაკი. პროკურატურამ გაავრცელა. მე გეკითხებით გარკვევით თქვენ რომელიმეს ან ჟურნალისტს ან იმას გინახავთ თქვენი თვალით. საქმის მასალებში დევს და ნანახი აქვს. თქვენ ახლა მე პასუხს ვაძლევთ კითხვაზე. თქვენ გინახავთ ეს რუკა? ვინ გამოაქვეყნა კი არ გეკითხებით. მე გეკითხებით თქვენ პირადად გინახავთ ეს რუკა? რა მიზანი აქვს ამ კითხვის მაშინ და ჯერ მიპასუხე და მე გეტყვით რა ესე არის აი თქვენ მე მისვამთ კითხვას და მე გპასუხობ წეგან ახსენეთ რომ სახელანი მოღალ თქვენ ახლა მოგწონთ თქვენი საქციელი ჩვენ ხო საუბრობთ მე რომ მეკითხებით მე მეგეკითხები და გამეცით გინახავთ პროკურატურამ გავრცელა და პროკურატურის გავრცელებული მე ხუთჯერ მეუნები და არც ერთხელ არ მჭირდებოდა მე ძალიან კარგად ვიცი რომ პროკურატურამ გავრცელა თქვენ გინახავთ თუ არ გინახავთ ვითხარით თქვენ საქმის მასალებზე ვისაც აქვს წვდომა მომისმინეთ მაგრამ არ არის თქვენ პირადად აი ვის უნახავს პირადად ეს რუკა ვინმეს გინახავთ პირადად არავის ხო და მაგას გეუნებით ნახეთ ეს რუკა გარეჯა საერთოდ არ არის ამ რუკაზე საერთოდ კითხვის ნიშანი გარეჯაზე არის საერთოდ ვის ინტერესია მომისმინეთ ინტერესი ვიშია თქვენ გადაწყვეტეთ მე გეუნებით რომ ყველა რუკა რომელიც არის არსებობს თქვენ ნახეთ ეს რუკები არსად არ არის გარეჯაზე ლაპარაკი ამ რუკებზე არის რა თქმა უნდა ამ დემარკაციის საკითხი არის ეს გადაწევა გადმოწევა ტერიტორიის მე თვითონ ვიყავი ამისი მომსწრე 2001 წლამდე მე ვიყავი ბოდბის ეპისკოპოსი და მე ჩვენ ეპარქიას ჰქონდა ფერმა და ეს ფერმა ოღონდ ეს გარეჯა საერთოდ არ ეხება რა თქმა უნდა სამჯერ მოხდა რომ გადავიდა ხელში ასე რომ ეს არის პრობლემური საკითხი და ნახეთ ეს რუკები აუცილებლად და თუ შეიძლება ვინმე გამოაქვეყნოს ეს რუკა პროკურატურამ გამოაქვეყნა ვიცი მაგრამ არავის არ აქვს ნანახი აი ვისაც ნანახი აქვს მე იმისგან გეუნები და ნახეთ ეს რუკა გარეჯის საკითხი საერთოდ არ არის ამ რუკაზე მონიშნული. არ იყო ამაზე ლაპარაკი. ეს ერთი. მეორე. დაუსაბუთებელი ბრალდებით, მხოლოდ ყურმოყრით ადამიანს დადო ბრალი სამშობლოს ღალატში. ეს არის ძალიან არასწორი საქციელი რბილად რო ვთქვა. თქვენ ნუ მოიქცევით ასე. გეთანხმები მე უფრო არასწორი საქციელია, მაგრამ იგივე ქართული ოცნების რატომღაც ჟურნალისტების მისამართით აქვს პრეტენზიები მეუფეს ენდობა პროკურატურას მე შეგახსენებთ რომ ეს საქმე არა ჟურნალისტური გამოძიებით არამედ პროკურატურის მხრიდან დაიწყო და მათ დააგავეს 7 ოქტომბერს ადამიანები, თუმცა ნუ ასეთია სასულიერო პირის პოზიცია ამ შემთხვევაში. სამშობლოს ღალატის მუხლით და ღალატის ბრალდებით ასეთი ტიპით არ შეიძლება ამ ყველაფრის გამოძიება, რაც მოვისმინეთ. თუმცა რატომ იემართება ეს ყველაფერი ჟურნალისტებს და არა პროკურატურას, მაინც ვერ გავიგეთ საბოლოო ჯამში, მაგრამ კარგით,